with almost 200 German peacekeepers now serving. ჩვენს რიგებში თითქმის 200 გერმანელი სამშვიდობო მსახურობს და განსაკუთრებით მოხარული ვარ აქ ყოფნით მას შემდეგ, რაც ახალი მთავრობა დამტკიცდა. მოუთმენლად ველი მომავალში ჩვენი პარტნიორობის განვითარებას. გერმანიის მთავრობისა და თავად გერმანელი ხალხის მონაწილეობა სამშვიდობო ძალების მომავალზე აუცილებლად აისახება. Let me be clear. ნება მომეცით მკაფიოდ განვაცხადო, რომ სამშვიდობო ოპერაციების მომავალი დღეს უდიდესი გამოწვევების წინაშე დგას, რაც ზრდის იმ საფრთხეებს, რომლებსაც ჩვენი მამაცი სამშვიდობოები აწყდებიან. ესაა კონფლიქტების რეკორდული რაოდენობა, განხეთქილებისა და უნდობლობის გაღრმავება, ტერორიზმი და ტრანსნაციონალური დანაშაული, სამშვიდობოების მიზანში ამოღება დრონებისა და ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობებით, ასევე სოციალური მედიის საშუალებითაც კი. Unfortunately, peacekeeping operations have been სამწუხაროდ სამშვიდობო ოპერაციებს ფინანსური პრობლემები შეექმნა. აბსოლუტურად მნიშვნელოვანია, რომ გაეროს ყველა წევრმა ქვეყანამ პატივისცეს თავის ფინანსურ ვალდებულებებს და თავისი წელი სრულად გადაიხადოს. ამავდროულად ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმები სამშვიდობო ოპერაციების შესახებ, რომლებიც მსოფლიოში სულ უფრო საჭირო ხდება. Germany will continue to contribute. გერმანია გააგრძელებს გაეროს მისიებში სამხედრო, პოლიციისა და სამოქალაქო პერსონალის ჩართულობას. ჩვენ ასევე გვსურს გაეროში პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება. სწორედ ამიტომ ჩვენ დავაყენეთ გერმანიის კანდიდატურა გაეროს უშიშროების საბჭოში არამუდმივი წევრობისთვის 2027 და 2028 წლების პერიოდში. ამას ვაკეთებთ იმიტომ, რომ გვჯერა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის იდეის. The Secretary General and I also discussed. გენერალურმა მდივანმა და მე ასევე განვიხილეთ დიპლომატიური ძალისხმევის აუცილებლობა უკრაინაში მშვიდობის დამყარებისთვის. ორივე თანხმდებით, რომ ის რაც ახლა გვჭირდება, ცეცხლის სრულად და უპირობოდ შეწყვეტაა და გრძელვადია მშვიდობაზე მოლაპარაკებები, სწორედ ამის საფუძველზე შეიძლება დაიწყოს. ორივე მუშაობთ, რომ ეს მოლაპარაკებები სწრაფად დაიწყოს. ჩვენ გავაძლიერებთ ზეწოლას რუსეთზე, რათა მათ საბოლოოდ გამოთქვან მზადყოფნა მოლაპარაკებებისთვის და როგორც კიევში პარტნიორებთან შევთანხმდით, ევროკავშირი სანქციათა მე-17 პაკეტს მიიღებს. გერმანიამ ამის თანხმობა დღეს გასცა.